მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ლადუნაცვიშვილი ვარ, მოგეხსენებათ და იმყოფებით ჩემს პერსონალურ არხზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ, დააჭიროთ ზარისღილაკს, თუ გსურთ რომ არ გამოგეპაროთ ჩემგან ახალი და ცხელი ვიდეოები. დღეს ვისაუბრებთ დამდეგ ვიკენდზე გასამართ ივენტზე ლონდონში შეგახსენებთ გაიმართება Fight Night-ის ივენტი მთავარი ბრძოლით ბოქსარებლოები ლერონ მერფი. თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ალბათ მთავარ ქარდზე ერთ-ერთი ბრძოლა, მეორე ბრძოლა რიგით მთავარი ქარდის რომან დოლიძე დაუპირისპირდება კრისტიან ლეროი დანკანს ინგლისელ მებრძოლს. ამ ბრძოლამდე მივალთ, მანამდე მოდი პრემიუმ ქარდის რამდენიმე ბრძოლას შევეხოთ. პრინციპში ყველა ბრძოლაზე არ ვისაუბრებ. მოგეხსენებათ მე ზოგადად არ მიყვარს საუბარი იმ მებრძოლებზე და იმ ბრძოლებზე სადაც ერთ-ერთი მაინც ან ორივე არის ისეთი მებრძოლები, ვისაც კარგად არ ვიცნობ, ვინაიდან იმისთვის რომ დასკვნები და მით უმეტეს პრედიქშენებზე ვისაუბრო, უნდა ვიცოდე აუცილებლად ორივე მებრძოლის სრული შესაძლებლობები. პრემიუმ ქართში ყველა ბრძოლაში ასე არ არის. აი მაგალითისთვის გეტყვით, ბარიო პინტო შვენიერი მებრძოლია, რომლის ბრძოლაც ნანახი გვაქვს, მე მგონი მე მიყავდა სხვათა შორის მისი ბოლო ბრძოლა ჯონათან დინისთან მე მგონი მე მიყავდა ორი ბრძოლა აქვს სხვათა შორის UFC-ში და ორივეში მეორე რაუნდის ნოკაუტებით გაიმარჯვა, მაგრამ აი მისი მეტოქე ფელიპე ფრანკო ბრაზილიელი რომელსაც 10 მოგება და ერთადერთი მარცხი აქვს თავად პინტო დაუმარცხებელია 11-0-ზე აქვს რეკორდი და მაგრამ ძალიან შორს მისი რეკორდისგან არც ფელიპე ფრანკოს რეკორდი არ არის, მაგრამ არ ვიცი ამ ფრანკოს შესახებ არაფერი, მას დებიუტი აქვს UFC-ში და ამიტომ ამ ბრძოლაზე რაღაც პრედიქშენებზე არ ვისაუბრებ, ერთადერთი, გეტყვით რომ პინტოს ბრძოლებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ მისი ბრძოლის ყურება ღირს აუცილებლად და ფრანკოს რეკორდიდან გამომდინარე ასევე 10-ზე მშვენიერი რეკორდია. და ფიქრობ საინტერესო ბრძოლაც ორივეთან ფინიშერია და დიდი შანსია ამ ბრძოლაში ვიხილოთ ვადამდელი გამარჯვება, მით უმეტეს რომ მძიმე წონოსნები არიან შეგახსენებ და ძალიან მძიმედ ურტყავენ. პინტო ნანახი მაქვს და ალბათ ფილიპე ფრანკოც. აი მომდენო ბრძოლა სხვა შორის ამის შემდგომი ბრძოლაა ძალიან საინტერესო. ნათანიელ ვუდი ვეტერანი თუმცა ძალიან ასაკიანი არ არის, 32 წლის არის სულ რაღაც ნათანიელ ვუდი. ხდება UFC-ში დებიუტანტს, მაგრამ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ლოსენი კეიტას. ლოსენი კეიტა შეგახსენებთ არის ოქტაგონ MMA-ის ყოფილი ჩემპიონი, თან ორ წონაში იყო სხვა შორის ჩემპიონი, ის ჯერ ჩემპიონი გახდა მსუბუქ წონაში. შემდეგ პირველი მცდელობა ქვემსუბუქი წონის ქამრის აღებისა წარუმატებელი გამოვიდა მათესანიგიძესთან დამარცხდა. აი მეორე მცდელობა უკვე წარმატებული გამოვიდა, ოღონდ მეორე მცდელობაშიც ჩვენ სამწუხაროდ ქართველი მეტოქე ყავდა, რომელსაც გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველი, რომელიც უკვე დაამარცხა ლოსენი კეიტამ, გულისხმობ ნიკო სამსენიძეს და მოიპოვა ის დანატრი მეორე ქამარიც ოქტაგონ MMA-ში. სხვა შორის მისი UFC-ში დებიუტი კარგა ხნის წინ იგეგმებოდა, თუმცა რაღაც არ ვერაიწყო, ერთხელ რამდენიმეჯერ ბრძოლაც ჩაიშალა, მეტოქე ჩაიხსნა. თუმცა აი როგორც იქნა მიაღწია მაინც თავისას და მის დებიუტს ვიხილავთ UFC-ში. რაც შეეხება ამ ბრძოლას, სხვათა შორის საკმაოდ ისეთია, რთული საპროგნოზოა. ზოგადად ლოსენი კეიტა ფინიშერია ძალიან მძიმე დარტყმები აქვს. ლოსენი კეიტას აქვს 16 გამარჯვება, აქვს 10 ნოკაუტი და 6 საბიშენი, ამავე დროს ძალიან კარგად ჭიდაობს. და თუმცა მისი მეტოქე ნათანიელ ვუდი არის ერთი მხრივ ძალიან კარგი გრეპლერი, ფეხზეს მშვენიერია და ასწორია მისი გათიშვა ზოგადად არ არის მარტივი. გულისხმობ ნათანიელ ვუდს, კი მას აქვს ოფიციალურად მას აქვს 4 ვადამდელი მარცხი, მაგრამ აქედან ჯერ 2 აქვს საბმიშენები, თან აქვს 2000 ბოლო აქვს 2015 წელს, მოკლედ ეს ჯერ დამწყები იყო რა. 10 ბრძოლაც არ ქონდა ჩატარებული. გეტყვით ახლა მეოთხე პროფესიონალური ბრძოლა წააგო ზურგიდან მარყუჩით და მე-7 შემდეგ არბარით.
ამის შემდეგ კი მას ოფიციალურად აქვს არის ტექნიკური ნოკაუტის წაგებები აქვს, მაგრამ პრინციპში აქედან ერთი არის, როდესაც ექიმმა არ მისცა უფლება ბრძოლის გაგრძელების, სწორედ თვითონ აგრძელებდა სავარაუდოდ ან სისხლი მისდიოდა ან რაღაც ამდაგვარი და ესეც კარგა ხნის წინ იყო, აი UFC-ში მოსვლის შემდეგ ერთადერთხელ დამარცხა ტექნიკური ნოკაუტით ისიც მესამე რაუნდში ჯონ დოდსონთან. ზოგადად იმის თქმა მინდა რომ მისი დაფინიშება ლუსენი კეიტასის არ იქნება ძალიან მარტივი. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ლუსენი კეიტას გაბარიტებში. შეახსენებთ რომ ნათანიელ ვუდი ამოვიდა სუპერმსუბუქის წონიდან. ლუსენი კეიტა კი ეს ბრძოლა არის ქვემსუბუქ წონაში და ლუსენი კეიტა შეახსენებთ ჩემპიონი იყო ქვემსუბუქშის ოქტაგონებში და მსუბუქშის, მაგრამ ძირითადად კარიერა უფრო მეტი ბრძოლა ყოველ შემთხვევაში მან ჩაატარა სწორედ მსუბუქ წონაში, ანუ იდეაში მსუბუქ წონის მებრძოლი იყო. ასე რომ მაინც ფიქრობ რომ ცოტა გაუჭირდება ნათანიელს. მოდი ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ რომ კეიტას გაუჭირდება ვუდის დაფინიშება, მაგრამ მეორე მხრივ ნათანიელს გაუჭირდება ბრძოლის მოგება საერთოდ, იმიტომ რომ აი კეიტას დაფინიშება ვუდისთვის კიდევ უფრო რთულია. ამიტომ იქიდან გამომდინარე რომ ლუსენი კეიტას გამარჯვება დისიზენითაც წარმომიდგენია და ნაკლებ სავარაუდო, მაგრამ რთულია, მაგრამ იდეაში დაფინიშებაც შეუძლია, ხოლო ნათანიელ ვუდის მიერ დაფინიშებულ კეიტას ვერ ვხედავ, რო არ მოგატყუოთ. და სამ რაუნდიან ბრძოლაში კი ვფიქრობ, ფიზიკა ყოველთვის ზოგადად დიდ მნიშვნელობას იძენს ხოლმე, ამიტომ მთლიანობაში მცირე ფავორიტს და შეიძლება არც მთლად მცირე ფავორიტად კეიტას დავასახელებდი, მიუხედავად იმისა, რომ ნათანიელ ვუდი ძალიან მომწონს და ზოგადად ყოველთვის გულშემატკივრობდა. არ დაგიმართ ამ ბრძოლაში ალბათ ნათანიელ ვუდს გულშემატკივრდება, იმიტომ ზოგადად მომწონს ეს ბრძოლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაუჭირდება ვუდს. და დებიუტანტს კარგი შანსები აქვს ბრძოლა წაიღოს. თუ რა თქმა უნდა სწორი გეგმით გამოვიდა, ხოლო ლუსენი კეიტამ თუ მოდის იმიტომ რომ აუცილებლად პირველ რაუნდში დააფინიშოს ნათანიელ ვუდი და ყველაფერი ჩადო პირველ რაუნდში, ამის გამო შეიძლება დაისაჯოს, იმიტომ რომ ვფიქრობ ლუსენი კეიტა მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ბრძოლისთვის და გეგმა უნდა კონდეს ისეთი რომ ასე ვთქვათ ხანგრძლივ დროში გაწელილი ბრძოლაცაც მოიცავდეს ეს მისი გეგმა. შემდეგ ბრძოლაზე სიმართლედ ვერაფერს ვერ გეტყვით, მეისონ ჯონს ძალიან კარგად ვისწოდა, ძალიან მომწონს ეს მებრძოლი, ბევრი რამე შეუძლია, თავად ძალიან რთული დასაფინიშებელია და იდეაში რატომაც არ უნდა ვთვლიდე ფავორიტად მას ალექს სოლას წინააღმდეგ, ფრანგი მებრძოლია სხვათვის ალექს სოლა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ალექს სოლას არ ვიცნობ პირადად, მას UFC-ში აქვს ერთი ბრძოლა, მაგრამ ვიცი, არ წამიყვანია ეს ბრძოლა თუ არ მახსოვს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სოლაზე ვერაფერს ვერ გეტყვით და ამიტომ ისევ ჩემი მის ერთგული დავრჩები პრინციპების და როდესაც ორივე მებრძოლს არ ვიცნობ, იქ პრედიქშენს არ ვაკეთებ ხოლმე და ამიტომ ამ ბრძოლაში პროგნოზს არ ვიტყვი. ისევე როგორც არ ვიტყვი პროგნოზს შემდეგ ბრძოლაში და შემდეგ ბრძოლა არის უკვე main card-ის პირველი ბრძოლა, ვინაიდან კურტის კემპელი ინგლისელი მებრძოლი არის დაუმარცხებელი 23 წლის, მაგრამ ისის დებიუტანტი UFC-ში და მისი ბრძოლაც არ მინახავს. მოდი ერთად გავეცნოთ კურტის კემპელს, პრინციპში თქვენზე მეტი მასზე მეც არ ვიცი. 23 წლის არის კურტის კემპელი, არის დაუმარცხებელი 8 ბრძოლა, 8 გამარჯვება აქვს. ამ 8 მოგებიდან 5 აქვს ნოკაუტებით, ქვემსუბუქ წონაა, მასაც გეტყვით. 1 აქვს საბმიშენით და 2 მსაჯების გადაწყვეტილებით. ანუ პრინციპში ფინიშერია შეიძლება ვთქვათ, ნახეთ და ნოკაუტები, კიკები, კაი კიკერიც ყოფილა, იმიტომ რომ ბოდი კიკით აქვს ერთი ნოკაუტი, ლეგ კიკებით აქვს ნოკაუტი ასევე. ბოლო ბრძოლა დანამატის კონტენდერებში მოიგო დაყვებით ალბათ მიწაზე სავარაუდოდ. თან პირველივე რაუნდში, მოკლედ კარგი ფინიშერია. კურტის კემპელი, თუმცა ძალიან კარგი მეტოქე ყავს დენის სილვას სახით, რომელიც თავის მხრივ არ დაფინიშებულა არასოდეს. მისი დაფინიშება ვერ შეძლო თვით კევინ ვალეხოსმაც კი, რომელსაც ახლახან ჯოშემეტი დააფინიშა, ასე რომ ვფიქრობ კურტის კემპელის გათვლები ფინიშზე შეიძლება თუ აქვს ასეთი გათვლები შეიძლება კრახი გაიცადოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან არ მიყვარს ასეთ ბრძოლებზე პროგნოზის გაკეთება, სადაც ერთი მებრძოლი საერთოდ არ ვიცი, ამიტომ არ გავაკეთებ პროგნოზს, მაგრამ სავარაუდოდ სერიოზული გამოცდა იქნება ორივე მებრძოლისთვის. ნუ პირველ რიგში კურტის კემპელისთვის, იმიტომ რომ დენის სილვა ვიღაც არ არის,
ორი მარცხი აქვს სულ 10 მოგებასთან დენის სილვას და ორივე მარცხი გადაწყვეტილებებით. ანუ ის არ დაფინიშებულა არასოდეს. და UFC-ში კი ატარებს თავის მეოთხე ბრძოლას პრინციპში ძალიან დიდი გამოცდილება UFC-ში მასაც არ აქვს. კი ბატონო, ნუ დავანებოთ ამ ბრძოლას თავი, რა ბევრს ვერაფერს ვსაუბრობთ. აი შემდეგი ბრძოლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. რომან დოლიძე, კრისტიან ლეროი დანკანი. მე ვფიქრობ, რომ სტილისტურად ნამდვილად არ არის, ესე ვთქვი, ხელსაყრელი მეტოქე რომანისთვის კრისტიან ლეროი დანკანი. არის ძალიან ხისტი, არის ძალიან დამაზიანებელი მებრძოლი, მის ბრძოლებში ყოველთვის არის ზიანი და ზოგადად სამწუხაროდ რომანის ეს ამასთან პრობლემა აქვს ხოლმე, ზოგადად ზიანი თუ მიიღო, ძალიან ფუჭდება ხოლმე. ამიტომ მე რომას ამ ბრძოლაში ურჩევდი, აი საერთოდ განსხვავებულად იბრძოლოს. განსხვავებულად გულით თვითონ როგორც იბრძვის ხოლმე, აი მისგან განსხვავებულად იბრძოლოს. თან პრობლემას ის ქმნის, რომ კრისტიან ლეროი დანკანი პლუს იმის არ არის ის ნამდვილად არასანახაობრივი მებრძოლი პირიქით, ძალიან ესეთი ფინიშერია და კარგი ფინიშერია, მიაქცეთ ყველა ბოლო ორი გამარჯვება აქვს სპინინგ ბექფისტით. უпроსტოდ ერთი აქვს სპინინგ ბექფისტით, მეორე სპინინგ ბექ ელბოუთი. მიდაყვით. იქამდე UFC-ში მას კიდე აქვს გამარჯვება იდაყვებით ორჯერ, ანუ სულ სამჯერ იდაყვებით გათიშა, ნუ მოიგო. ერთხელ სპინინგ ბექფისტით მოიგო. და სულ UFC-ში აქვს 6 გამარჯვებიდან, ხო, აი 4 აქვს ფინიშები, აი ესეთი ეფექტური მეთოდებით. თავად არ დაფინიშებულა და ეს არ დაფინიშება იმითი კი არ არის გამოწეული, რომ ამტანია შეიძლება ამტანიც არის, იმითია გამოწეული, რომ ზოგადად ძალიან ჭკვიანურად იბრძვის. აი პრაგმატულს არ ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან სუდად ხდებათ ეს ყურზე პრაგმატული, ზოგადად პრაგმატული სუდის არ არის. არც ბრძოლებში, უბრალოდ ბევრი პრაგმატული წარმოუდგენია, რომ არასანახაობრივი, ასე არ არის, საკმაოდ სანახაობრივი, უბრალოდ ყოველთვის სწორად იბრძვის ამის გამო. იმას აკეთებს, რაც მისთვის არის მომგებიანი ამ კონკრეტულ ბრძოლაში და მეტოქისთვის არა. ამიტომ აქცენტს აკეთებს კიდე ზიანზე, მეტოქის დაზიანებაზე და პლუს აი იდაყვებზე ტყუილა არ გამამახვილა ყურადღება, კლინჩი არის ძალიან საშიში. საოცრად საშიში კლინჩი. სხვა შორის კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხა ანდრეი პულიაევი, ყავს დამარცხებული, რომელიც გადაწყვეტილებით მოუგო ამას მან კრისტიან ლეროი დანკანმა, მაგრამ აი საშინლად ცემა იდაყვებით იქაც. იდაყვებს იყენებს ძალიან სახიფათო და ძალიან უნდა მოერიდოს რომანი მასთან კლინჩი ყოფნას, მით უმეტეს მაღალ კლინჩი. მეორე მხრივ, ნუ იდეალური იქნებოდა რომანისთვის მიწაზე რო გადასულიყო ბრძოლა, რა თქმა უნდა, მაგრამ თან ნახეთ მიწაზე უნდა გადავიდეს ბრძოლა, თან კლინჩი უნდა მოერიდოს. ხო, აქ რაღაცა რთული დავალებაა. მე მაგალითად რომანს ურჩევდი, რომ ცოტა სხვანაირად იბრძოლოს შორიდან, ბევრი იმუშაოს ქიქებით და აი დაახლოებით აკეთოს ის, რაც მის წინააღმდეგ პირველ ბრძოლაში აკეთა მარვინ მეტორიმ. მე ვფიქრობ, რომ კრისტიან ლეროი დანკანის წინააღმდეგ რომან დოლიძემ მე არ ვამბობ კრისტიან ლეროი დანკანის წინააღმდეგ ეს წამალია და ყველა მასე უნდა იბრძოლოს. მე ვფიქრობ, რომ რომან დოლიძესთვის, ნუ მე ამას ურჩევდი ყოველ შემთხვევაში, რომ აი ასე ცოტა სპეციფიურად განსხვავებულად იბრძოლოს. თუ ჩავარდა მომენტი და რაღაცა ხედავს, რომ შეიძლება ძის გადაყვანა მაღალი ალბათობით შეიძლება გადაიყვანოს მიწაზე, რა თქმა უნდა რომანმა და მიწაზე ვფიქრობ დიდი უპირატესობა ექნება რომანს. აი ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დააფინიშებს და არც უნდა გაკეთოს აქცენტი ფინიშზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიწაზე ყველა ვარიანტი აჯობებს. ფინიში იქნება იქ, სამბიშენი იქნება თუ უბრალოდ კონტროლი არ აქვს ამას მნიშვნელობა და არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიწაზე რომანი აჯობებს. უბრალოდ მიწაზე მოხვედრა არის ძალიან რთული და ამიტომ თან სახიფათო, აი მიწაზე ბრძოლის გადაყვანის გზა არის ძალიან სახიფათო. ამიტომ ვფიქრობ, რომ რომან ჯოუიბია შორიდან იმუშაოს უფრო მეტად ქიქებით, მათ შორის ლოუ ქიქებით და რაც შეიძლება შორ დისტანციაზე ყავდეს ლეროი დანკანი, თუ დანკანი ასე ვთქვათ, შეეცდება მიუახლოვდეს, ამ მომენტში იყო ჩასაფრებული და საჭირო მომენტში თუ მომენტი ჩაუვარდა გადაიყვანოს მიწაზე. დანკანს ერთი ის აქვს, რომ ის ძალიან თავფუთ მოგლეჯი და თავზე ხელაღებით წინ არ წავა. დანკანი ანუ ამას გულისხმობდი, როცა ცოტა გარკვეულწილად პრაგმატულია, თუ ხედავს, რომ საფრთხელის შეეცდება ის საფრთხე აერიდოს. ამიტომ ძალიან ესე გიჟივით შეიძლება არც მივარდეს. განსაკუთრებით საწყის ორ რაუნდში, ხა მესამეში თუ ხედავს, რომ აგებს ყველა ვარიანტში, ნუ შეიძლება გარისკოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამიტომ შეიძლება ძალიანაც არ ჩაუხუროს დისტანცია კრისტიან ლეროი დანკანმა, იქიდან გამომდინარე, რომ იცის, რომ მიწაზე არ უნდა მოხდეს რომანთან და მოედოთ ამიტომ.
ასე რომ აი დისტანციიდან ბრძოლაში ვფიქრობ ცუდი არ იქნება რომასთვის. არ დაგიმალავთ და მე არ ვიცი როგორც ხშირად ხდება ხოლმე ბუკმეკერების ისინი არ ვიცი, მაგრამ მე არ გამიკვირდება თუ ფავორიტი ბუკმეკერებს ყავთ კრისტიან ლეროი დანკანი. და ალბათ ამ ბრძოლაში ზოგადად ლოგიკურიც არის რომ დანკანი იყოს ფავორიტი, ვინაიდან ასაკის თავისაცურება ხა რომა 37 წლის არის, თუ სწორად მახსოვს თუ მეტის არა, აბა კიდე ხო 37 წლის არის რომა ივლისში ხდება 38-ის ლეროი დანკანი კი არის ძალიან ისეთ ასაკში 30 წლის არის და ბუნებრივია მასზე უფრო მეტ ავანსებს გასცემენ და თან სტილისტურადაც როდესაც მე რომას ურჩევ რომ თავისი სტილისგან განსხვავებული სტილით იჭუბოს, ხვდებით ხომ ალბათ მეც ვთვლი რომ დანკანი ძალიან სახიფათოა რომანისთვის და პირდაპირ გეტყვით მე რომას ფავორიტად ამ ბრძოლაში არ დავასახელებდი სამწუხაროდ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ მას არ შეუძლია მოგება, ეს MMA-ია და სწორი გადაწყვეტილებით, სწორი გეგმით ნებისმიერი ბრძოლის მოგება შეიძლება. მithumetes როდესაც ისეთი უნარები გაქვს და ისეთი იარაღები გაქვს, რაც აქვს რომას დოლიძეს, ხო? რომას დოლიძეს აქვს წინვალე გრეპლინგი, წინვალე საბმიშენების ასე ვთქვათ, ხელოვნების ცოდნა და ამავე დროს არ დაგვავიწყოს რომ ძალიან მძიმე კიდურები აქვს რომან დოლიძეს, როგორც ზედა კიდურები, ასევე ქვედა. გათიშვა მას როგორც ხელით შეუძლია მეტოქის, ასევე ფეხით თუ მეტოქემ ამ შეცდომა დაუშვა. დაველოდოთ კვირას და წარმატება უსურვოთ რომანტიკულ კვირას რა შაბათს არის შეახსენეთ ლონდონშია ივენთი და საკმაოდ კომფორტულ დროს არის პრელიმ კარდი მე მგონი 9 საათზე იწყება საღამოს 12-ზე მეინ კარდი თუ სწორად მახსოვს. ერთი წუთით ახლა ვიგეტყვით. მეინ კარდი იწყება 12 საათზე, პრელიმ კარდი იწყება 9 საათზე, თუმცა იქ ალბათ პრელიმები იქნება და ტრანსლაციას ალბათ დავიწყებთ სადღაც 10 საათიდან, საღამოს 10 საათიდან. მოკლედ ველოდებით შაბათს და გულშემატკივროთ რომას. შემდეგი ბრძოლა არის ივო ბარანიევსკი, ოსტინ ლეინი. აქაც ერთ-ერთ ბრძოლას კარგად არ ვიცნობ ივო ბარანიევსკის გულის, ხო მისი ბრძოლა არ მახსოვს, ერთი ბრძოლა ქონდა მე მგონი UFC-ში მას. კი, ქონდა იბო ასლანთან, გათიშა იბო ასლანი ძალიან მალე, პირველ რაუნდში, წუთნახევარში და თითქოს მახსოვს ეს ბრძოლა, მაგრამ ახლა წუთნახევარში დასრულებული ბრძოლით არ არის სწორი, რომ რაღაცა სწორი დასრულება გამოვიტანო. ერთი რაც ვიცით ნამდვილად, რომ ივო ბარანიევსკი არის ფინიშერი, 7 გამარჯვებიდან 5 აქვს ნოკაუტებით, ერთი უკვე როგორც ხედავთ KO მოასწრო UFC-შიც, იქამდე დანავაით კონტენდერების სერიაშიც მე-20 წამზე KO-ით გაიმარჯვა. მძიმესი დარტყმა აკაშკარა ამბიც ხო კარიერის პირველი ორი ბრძოლა აბარებით მოუგია, სავარაუდოდ გრეპლინგიც კარგი აქვს. მისი მეტოქე ძალიან ხშირად ითიშება ბოლო ბრძოლებში, მაგალითად ოსტინ ლეინის ბრძოლები რომ ნახოთ, ბოლო 5 ბრძოლაში 4ჯერ ფინიშით დამარცხდა. 3ჯერ გაითიშა KO-ით და ერთხელაც ზურგიდან მოგუდეს, ვიტორ პეტრინომ მოგუდა და ვფიქრობ შესანიშნავი კანდიდატია იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა პროსპექტმა 38 წლის არის ოსტინ ლეინი, ახალგაზრდა პროსპექტმა, ანუ პოლონელმა ივო ბარანიევსკიმ მორიგი გამარჯვება ჩაიწეროს 27 წლის არის სხვადასხვა ივო. და მოდი ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ ბარანიევსკის სავარაუდოდ მაინც მას ფავორიტად თვლიან და ალბათ ასეც არის. უბრალოდ აქ მე ერთი რამ მაფიქრებს მის შემთხვევაში. გასაგებია რომ ოსტინ ლეინი ხა ვერ ვიტყვით რომ ძალიან წარმატებულად გამოდის UFC-ში, მაგრამ უზარმაზარი სხვაობა სიმაღლეში. ივო ბარანიევსკის სიმაღლე ეს ქვემძიმე წონაა შეგახსენებთ არის 1.82 სანტიმეტრი, ცოტა მეტი. ოფიციალურ იმ წყაროში ყოველთვის ასე მითითებული, რასაც უყურებ. და ეს ძალიან პატარაა ზოგადად ქვემძიმე წონისთვის. 1.82 ძალიან ცოტაა. ძალიან თუ არა დაბლად ითვლება, შეიძლება ძალიან დაბლად არა და მასზე დაბლებიც არიან, მაგრამ მაინც დაბლად ითვლება. დაბალ მებრძოლად და ოსტინ ლეინი თავის მხრივ არის მაღალი მებრძოლი ძალიან, მით უმეტეს ამ წონისთვის. მისი სიმაღლე, ოსტინ ლეინის სიმაღლე არის, გეტყვით ახლა 1.98 სანტიმეტრი. ხო ხვდებით რა მხელა სხვაობაა და როდესაც ორი სტრაიკერია, ამ წვდომს დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ მაგ გარკვეულწილად ფრთხილად უნდა იყოს ბარანიევსკი და მოდი, ამიტომ კიდევ ერთხელ თავს შევიკავებ აქ პროგნოზისგან, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან კარგად ითიშება ოსტინ ლეინი, მაგრამ არ ვიცი ივო ბარანიევსკი კარგად და თან წვდომში უპირატესობა დიდი იქნება ოსტინ ლეინის. სამაგიეროდ აი მომდენო ბრძოლაში
მაიკლ ვენომ პეიჯი ხვდება სემ პეტერსონს და ამ ბრძოლაში მაიკლ ვენომ პეიჯი, რო ყოფილიყო ეს ბრძოლა 5 წლის წინ, ალბათ დიდი ფავორიტი იქნებოდა და მეც ჩავთვლიდი. თუმცა 38 წლის არის პეიჯი და ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესო დრო აქვს კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ ორმოგებიანი სერია აქვს, მან დაამარცხა ჯარედ კანონიერი და შარაბუდინ მაგომედოვი გადაწყვეტილებებით და ნამდვილად მოგვეწონა ის ერთთანაც და მეორესთანაც. ვფიქრობ, მაინც ეს არ არის ის ვენომი, რაც იყო წლების განმავლობაში. და შეიძლება ბევრი არ დამეთანხოს, მაგრამ მე რატომღაც სემ პეტერსენი მგონია ფავორიტი ამ ბრძოლაში. სემ პეტერსენი არის მისი მეტოქე, ინგლისელი მებრძოლი, რომელსაც ძალიან კარგი სერია აქვს, 4 მოგებიან სერიაზეა. თან სულ ფინიშები. რატომ მგონია ფავორიტა? ჯერ ერთი ოფიციალური მონაცემებით ამ ბრძოლაში ვენომ პეიჯს არ აქვს უპირატესობა სიმაღლეში, რაც ზოგადად იშვიათია ხოლმე, ვენომ პეიჯი როგორც წესი ძალიან მაღალია. ნახოთ, მოდით UFC-ის ოფიციალური საიტის მონაცემებს. კი ბატონო, ტოლები არიან სიმაღლეში და წვდომშიც ფაქტიურად არ აქვს უპირატესობა რა ვენომ პეიჯს. ხო და ზოგადად ვენომ პეიჯის ერთ-ერთი პლუსი და მის სტილის ერთ-ერთი რატომაც აქვს ეს სტილი არის ის, რომ წვდომში აქვს უპირატესობა ხოლმე. თუ ამ წყაროს დაუჯერებთ, მას არ აქვს უპირატესობა. პლუს კიდევ ერთხელ გამოვიდნენ არის ასაკში, გასაგებია რომ რეაქცია ისევ კარგი აქვს ვენომს, მაგრამ ამ ასაკში მაინც კიდე არ გინდა ისეთი ვერ ექნება როგორიც აქვს და მეტოქი არის ძალიან კარგი უნარების. ბევრი შეიძლება ვინ არის სემ პეტერსონი, მაგრამ ძალიან კარგი ფინიშერია სემ პეტერსონი. და გადაიმცა რომ ფინიშერია 14 მოგება და 2 მარცხი აქვს. ერთი ნაკლი ვენომთან ის აქვს მას რომ ორივე მარცხი აქვს ნოკაუტით, ანუ გაუთიშავთ ის და ორივე KO აქვს თან წაგება. ანუ თუ მოარტყა ვენომმა შეიძლება გათიშოს. მეორეს მხრივ ამანაც თუ მოარტყა შეიძლება გათიშოს. ჩვენ გვახსოვს რომ ვენომიც გათიშულა თავად და ამასაც აქვს მოგებები KO-ებით, გადაიმცა რომ წაგებები აქვს მოგებებიც აქვს. პლუს მიწაზე თუ გადავიდა ბრძოლა და ჩემი აზრით პეტერსონი აუცილებლად აურევს ჭიდაობას. მიწაზე ვფიქრობ პეტერსონს ექნება უპირატესობა და მესამე განვითარებაც რომ ასე ვთქვათ წარმოვიდგინა ბრძოლის გადაწყვეტილებამდე თუ მივიდა ბრძოლა, ჩემი აზრით 29 წლის სემ პეტერსონს აქაც ვფიქრობ რომ ისევ და ისევ იმ არევის ხარჯზე თუნდაც ის ვერ მოგუდოს მიწაზე აუცილებლად იჭიდავებს. ჭიდაობაში როგორც მინიმუმ უპირატესობა მას ექნება, ანუ ქულებს მოიპოვებს და მე მგონია ვერ ვიტყვი ხა ძალიან დიდი ფავორიტიო, მაგრამ ასე თუ ისე ფავორიტად მე ყოველ შემთხვევაში ვხედავ სემ პეტერსონს, შეიძლება რა თქმა უნდა შევცდე ბოდიში ვენომთან და ბოდიში თქვენთან, მაგრამ მე ამ გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ფავორიტად რატომღაც სემ პეტერსენი მიმაჩნია. მომდევნო ბრძოლაში ლუკ რაილი ამავალი ვარსკვლავი ხდება მაიკლ ასველს. ლუკ რაილი ინგლისელი მებრძოლია, რომლის გამარჯვებასაც ძალიან ელის მაყურებელია დარწმუნებული ვარ, ბუგენების ფავორიტად ჩათვლიან და უნდა ჩათვალონ კიდეც, იმიტომ რომ რაილის აქვს 12 ბრძოლა, 12-ვე გამარჯვება, აქედან 9 ნოკაუტით. UFC-ში ჯერ ერთი ბრძოლა გქონდა ბოგდან გრადთან და წინვა ძალიან ლამაზად გათიშა. ერთი დარტყმით ბოგდან გრადი კარიერა ძირითადად კი არა და თლიანად აქვს გატარებული UFC-მდე Cage Warriors-ში, სადაც ცხადია მარცხის გემო არის და ძირითადად აფინიშებდა და ძირითადად ნოკაუტებით იგებდა. კარგი ტესტი აქვს ხო შეიძლება მაიკლ ასველის სახით, მაგრამ ფიქრობ ფავორიტად მაინც რაილი უნდა ჩავთვალოთ. ოღონდ აქ შეიძლება რაილის ცოტა მეტი ოფლის დაღვრა მოუწიოს, იმიტომ რომ სემ ასველის გათიშვა არის ძალიან ძნელი, ყოველ შემთხვევაში აქამდე ის ვერ გათიშა ვერავინ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრია ის იგივე იმ ბოგდან გრადს, შეხვედრია ის ბოლაჯიოკის ამ ორ მობრძოლთან წააგო ასველმა, მაგრამ წააგო ორივესთან გადაწყვეტილებებით და მისი გათიშვა ჯერჯერობით ვერავინ ვერ შეძლო. აი თავად გათიშული ყავს მებრძოლები და ის რომ არ გაუთიშავთ, არასოდეს საერთოდ არ წაუგია ლუკ რაილის, ეს ყველაფერს არ ნიშნავს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს პირველად. მოკლედ, ამ ბრძოლაში გულის ფიქრობ, რომ ფავორიტად მაინც უნდა დავასახელოთ ლუკ რაილი.
თუმცა დიდი შანსია რომ ფინიშით არ დასრულდეს ბრძოლა. მე არ ვამბობ აუცილებლად არ დასრულდება, შეიძლება ფინიშით მოახერხოს, მაინც როგორც ლუკ რაილი შეიძლება პირველად გაითიშოს, ისე შეიძლება მაიკლ ასტრელის გაითიშოს პირველად, ხო, კარიერაში, მაგრამ ალბათობა decision-ისა მაინც ვფიქრობ რომ უფრო დიდია. ფავორიტად კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მე ყოველ შემთხვევაში ვხედავ ლუკ რაილის. არ მგონია მაიკლ ასტრელი, მე არ ვამბობ რომ ლუკ რაილი ახლა ბრძოლას აღარ წააგებს და ჩემპიონი გახდება მეთქი, ქვემს ბუქწონაშია შეგახსენებთ ბრძოლას. მაგრამ აი მაიკლ ასტრელი არ მიმაჩნია რა, არ მგონია რომ იქნება ის მებრძოლი რომელიც გააჩერებს ლუკ რაილის. და მივადექით მთავარ ბრძოლას მოვსარ ევლოევი ლერონ მერფი. ძალიან საინტერესოა ბრძოლა იმ კუთხით რომ ლერონ მერფი ფაქტიურად ძალიან კარგად ფლობს იმ უნარებს რომელიც უნდა დაუპირისპირო ისეთ მებრძოლებს როგორც არის მოვსარ ევლოევი. თუნდაც და კარგი რეპეტიცია გაიარა ასე ვთქვათ მან თავის ბოლო ბრძოლაში არონ პიკოსთან და მიაქცეთ ყურადღება სხვა შორის საინტერესო რაღაც აღმოაჩინე ახლა ორი გამარჯვება, ბოლო ორი ნოკაუტი, ну ზოგადად UFC-ში ძირითადად ლერონ მერფი იგებს გადაწყვეტილებებით და ხო, არ მეშლება, მხოლოდ ორი ნოკაუტი, სამი ნოკაუტი აქვს ბოდიში, სამი გამარჯვება აქვს ნოკაუტით ლერონ მერფის დანარჩენი გადაწყვეტილებებით. ну პირველ ბრძოლას თუ არ ჩავთვლით რიკარდო ჰამბოსთან, რომელიც პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო და არ მახსოვს ის ბრძოლა სიმართლედ როგორ მოიგო, შეიძლება ისიც მოიგო, მაგრამ როგორც დანარჩენები, მაგრამ არ მახსოვს. დანარჩენი ორი ნოკაუტით გამარჯვება აქვს ორივე მოჭიდავესთან. და ორივე აი როგორც მოჭიდავეს უნდა დახვდე. პირველი მან მოიგო პირველი ნოკაუტით გამარჯვება, აი სადებიუტოს თუ არ ჩავთვლით. KO-ით გამარჯვება მას ჰქონდა მახვან ამირ ხანთან. ფრინავი მუხლით, მოკლედ ფეხში შემოსულს დაახვედრა მუხლი მოჭიდავეს. შეგახსენებთ ამირ ხანი კრებლერია და თავის ბოლო ბრძოლაში არონ პიკო გახსოვთ ხო? არონ პიკო ჭიდაობას ახვევდა მას თავზე და სწორედ საჭიდაოდ შესული მივარდნილი არონ პიკო დაიჭირა spinning back elbow-ით. ანუ იარაღები მას აქვს რომელიც ასეთ მოჭიდავეებს უნდა დაუპირისპირო და პლუს რეპეტიციებიც გავლილი აქვს. ასე რომ მოვსარ ევლოევთან საკმაოდ შეიარაღებული გადის ლერონ მერფი. რაც შეეხება გამოუვა თუ არა მას, ხო, რაც შეეხება მოვსარ ევლოევს, ახლა მოვსარ ევლოევზე რას გააკეთებს მოვსარ ევლოევი, ეს, ну, ვიცით ხო, მოვსარ ევლოევი აკეთებს იმას, რაც ყოველთვის, ახლაც იგივეს გააკეთებს და ვთქვათ, უფრო წნეხით, უფრო ჭიდაობის თავზე მოხვებით, არა მხოლოდ ჭიდაობით, მაგრამ ჭიდაობის თავზე მოხვებით და ჭიდაობაზე დაფუძნებული ფეხზე წნეხითაც შეეცდება ისევ გადაწყვეტილებით წაიღოს ბრძოლა. ეს არ ნიშნავს რომ მას ფინიში არ შეუძლია, სხვათა შორის ის რომ ევლოევი იგებს ყოველთვის გადაწყვეტილებით, ეს არ ნიშნავს რომ მას საერთოდ არ შეუძლია ფინიშით მოგება, ჯერ ფინიშით მოგება მას აქვს ასე თუ ისე UFC-ში არა აქვს, მაგრამ იქამდე ქონია და თუ მეტოქე მისცემს ამის შანსს ბუნებრივია დააფინიშებს, თუმცა ვფიქრობ ლერონ მერფისთან მას ფინიშით მოგება ალბათ გაუჭირდება. მოკლედ ამ ბრძოლას მე ასე ვხედავ, ან აფინიშებს ლერონ მერფი, ან გადაწყვეტილებით იგებს მოვსარ ევლოევი. ну სხვა შორის ერთი ორჯერ ვიღაც რომელიმე თქვენგანმა შეიძლება არაერთმა მისაყვედო რასავით, რომ ანის რომ ამბობ ვითხარი რომელს უფრო მეტი ალბათობა რომლისაო, ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ბრძოლის შინაარსიც ავხსნა. მარტო რა თქმა უნდა ვიტყვი ამ ბრძოლაზეც პრედიქშენს ბუნებრივია, მაგრამ როგორ ხედავ განვითარებას ამას გულისხმობ. ანუ ლერონ მერფი სავარაუდოდ მან უნდა მოძებნოს ფინიში, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ როგორ უნდა დაჩაგროს 5 რაუნდის განმავლობაში ლერონ მერფიმ მოვსარ ევლოევი. თუ კი შეიძლება რაღაც ეტაპზე დაიღალოს ევლოევი, მაგრამ იმ დაღლამდე მე ვფიქრობ რომ ევლოევი თუ დაიღალა, ლერონ მერფიც ძალიან დაღლილი იქნება და შეიძლება დაზიანებულიც. ამიტომ მე ცოტა მეეჭვება ლერონ მერფის ან decision-ით გამარჯვება, თუმცა ფინიშით გამარჯვება შეიძლება დავინახოთ. რაც შეეხება მოვსარ ევლოევს, მე ვფიქრობ რომ მოვსარ ევლოევისგან უფრო მოგება ფინიშით არის მოსალოდნელი. აი თუ ვინ არის ფავორიტი ამ ბრძოლაში, გავრისკავდა ვიტყვი რომ მე მაინც მგონია რომ მოვსარ ევლოევი მოიგებს. პირველ რიგში იმიტომ რომ მაინც რადგან ვისაუბრე იქიდან გამომდინარე ხა ლერონ მერფის იარაღი უნდა იყოს ავანტიურა, რაღაც აი ეს
აი ესე მარტივად გამოწერით არ ხდება, ხო? იგივე ეს ორი მოჭიდავე რომ გათიშა ლერონ მერფიმ, ხა. კიდევ ერთხელ გამეორებ UFC-ში აქვს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ბრძოლა, ხო? კი ბატონო. 10 ბრძოლა აქვს ჩატარებული, მაგრამ ორჯერ მოახერხა, სულ გადიშვა. ესე გამოწერით არ არის, რომ აი მოჭიდავენ ხდება და მოდი გავთიშავ, ხო? გასაგებია რომ ხდება ხოლმე, მაგრამ ამიტომ უფრო მეტი ოფცია აქვს, მოკლედ მოგების და მეტი შანსი იქიდან გამომდინარე რომ ებოლება ლერონ მერფი რომ მოიგოს, უნდა დაიჭიროს ზუსტ დარტყმაზე. კი, მან შეიძლება მოარტყას, მაგრამ ეს დარტყმა უნდა იყოს ზუსტი და წერტილში, ხო? ჩვენ ვიცით რომ გათიშვას უბრალოდ შეხება არ ყოფნის და ზოგჯერ კარგი დარტყმაც ვერ თიშავს. იმ მოხდეს იმ წერტილში, იმ დროს ისეთი ძალით დარტყმის კონტაქტის მომენტში უნდა იყოს მაქსიმალურად შერწყმული ეს ბევრი კომპონენტი, მოულოდნელობის ეფექტი, სხეულის ნაწილი სადაც ხდება არ იყოს მზად ამ დარტყმისთვის და თავის მხრივ დარტყმა სხეულის ნაწილი რომელიც ხდება ახორციელებს დარტყმას იყოს მაქსიმალურად ოპტიმალური. ხო? ეს ესე მარტივად არ ხდება გამოწერით. ამიტომ ალბათობით თუ შევხედავთ, ალბათ უფრო მეტი ალბათობაა რომ ვერ მოარტყას, ვიდრე მოარტყავს. აი თუ ვერ მოარტყა ლერონ მერფიმ, მე ვფიქრობ რომ სხვა იარაღი ლერონ მერფის მოვსართან არ აქვს. სხვა იარაღს რას გულისხმობ? გადაწყვეტილებით, ანუ მე აქტიურობით აჯობოს მას, წნეხით აჯობოს მას და ნუ გრეპლინგში ხო, საერთოდ ვერ ხედავ ხა იქ მიწაზე თუ გადავა აუცილებლად არაერთხელ ბრძოლა, იქ მით უმეტეს გამარჯვებულს ხოლმე მორცარს ხედავ. გამარჯვებულს არ უგულისხმობ აუცილებლად ფინიშით და საბიშენით. უბრალოდ იქ კონტროლი მისი იქნება და შესაბამისად თუ დავითვლით არითმეტიკულად, ბევრად მეტი ოფცია გამოდის მოვსარებლობის. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ გამარჯვებულს ამ ბრძოლაში მოვსარს ხედავ. ნახოთ. შეიძლება შევცდე ამას ყველაფერს გავიგებთ. უკვე საკმაოდ მალე 21 მარტს, უბრალოდ აი ამ კონკრეტულ ბრძოლას ალბათ ჩვენ დოით უკვე 22-ში ვიქნებით გადასული. იმიტომ რომ სავარაუდოდ სადაც ამის 2 საათზე მოუწევს ან 3 საათზე ევლოევი მერფის ბრძოლა. თუმცა ივენთი გველოდება 21 მარტს, დაიწყება 9 საათზე მთლიანად ივენთი, რა თქმა უნდა სეტანთა სპორტზე შევხვდებით. მე ვიქნები პრელიმ ქარდზე, გელოდებით ეკრანებთან, დღეს ამით დაგემშვიდობებით, ალბათ გამოტოვოთ ეს კარტი, აუცილებლად თავარი ჩვენი ყურადღების ცენტრში არის რომან დოლიძე, წარმატებები რომანს. ბეკი გემშვიდობებით დღეს, რა თქმა უნდა იყავით ჯანზე.